გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი საინტერესო ვიდეოთი და დღეს არის ძალიან სპონტანური დღე, იმიტომ რომ სრულიად სპონტანურად გადავწყვიტე რომ წავსულიყავი მოლში და ასევე გადამეღო ამის შესახებ ვლოგი, ანუ დღეს გვექნება შოპინგ ვლოგი. გამომდინარე იქიდან რომ არის ძალიან ცუდი ამინდი, თოვს, ყინავს, ცივა და არის ძალიან მოწყენილობა. მეც ეს ბოლო 2 დღეა ვიყავი რაღაც ძალიან მოწყენილი, ამიტომ გადავწყვიტე რომ დავტესტო თან ის თეორია, რომ შოპინგი არის საუკეთესო თერაპიაო და ვნახოთ ახლა იმედია რომ უკეთეს ხასიათს დავდგები და ასევე ბევრ რამესაც ვიყიდით ერთად. თან სხვადასხვა რაც მაღაზიები გაიხსნა, ჩემთვის საერთოდ არაფერი არ მიყიდია ამ სპორტულების გარდა, რომელიც ოიშოში შევარჩია ჩემს გამომწერებთან ერთად. Instagram-ზე მე და სტორიში გამოკითხვა თუ რომელი ფერი ამეღო და მოკლედ თქვენ დამეხმარეთ ამის შერჩევაში და ძალიან მომწონს და ძალიან დიდი მადლობა და მოკლედ ეხლა წავიდეთ მოლში და ერთად ვიშოპინგოთ. მანამდე მინდა შეგახსენოთ რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, ჩართეთ ზარის ღილაკი და წავედით. როგორც გითხარით, მართლა ძალიან ცუდი ამინდია და იმედი მაქვს რომ ამ ამინდის გამო მაინც არ იქნება ბევრი ხალხი მოლში და ეს ამინდი ერთი რაღაცით მაინც გავახარებს. ესეც ასე მოვედით მოლში და ეს რამე კონკრეტული არ მინდა, უბრალოდ ყველაფერი უნდა დავათვალიერო და რაც მომეწონება, მოკლედ ყველაფერი ვიყიდოთ. ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა მართლა ამინს, იმიტომ რომ ზარასთან არ არის რიგი. პირველად არის ეს ამბავი, რომ ზარასთან არ დამხვდა რიგი და ასევე არც H&M-თან, არც Bershka-თან და არც Stradivarius-თან წელს არის თავისუფალი ჯინსების ტრენდი, ასე ვთქვათ და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად მოგწონთ და რამდენად იცნობთ ასეთ სტილს, იმიტომ რომ მე რატომღაც მგონია რომ არ მიხდება და ჯერჯერობით ვერ ვიპოვე ეგეთი იდეალური ჯინსი ჩემთვის, რომ თან ტრენდული იყოს და თან მიხდებოდა. ხოთაშორის მახსოვს რომ ეს ჟაკეტი ადრეც მომეწონა და არ ვიყიდე, იმიტომ რომ მაშინ ჩემი ზომა არ იყო და ეხა ჩემი ზომაც არის და თან ფასდაკლებაც აქვს. ესე იგი, ჩემთვის ვარ გამოსული, რომ ჩემთვის ვიყიდო რაღაცები და მაინც მოვხვდი ბავშვობის განყოფილებაში. მარტო მემართება ესე თუ თქვენც ესე ხართ. აი ყოველთვის ესე ვიტანჯები ჩემი ფეხის ზომის გამო, იმიტომ რომ ეხა ეს ძალიან მომწონს, მაგრამ არის 36 და ერთი ზომით დიდი არის ჩემთვის და ძალიან არაპრაქტიკულია, როცა დიდია ესეთი ფეხსაცმელი. ესეც მე მოვედი გასახდელში და სანამ აქ მარტო ვარ, მოვიხსენი პირბადად დაგენახეთ. მოკლედ ამ პირბადის გამო მთელი მაკიაჟი მაქვს აზელილი ერთმანეთში და ძალიან მაღიზიანებს ხოლმე ეს ფაქტი. მოკლედ ეს არის სპორტულები, რომელზეც გითხარით, თუ თქვენ ამორჩევინეთ. მართალია ესი არის, მაგრამ მაინც ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს და მშვენივრად ვიყენებ. აი, ასე გამოიყურება ეს მოსაცმელი, მე მგონი ძალიან საყვარელია და ძალიან მომწონს. და აი ამ ვარდისფერ ნაწილზე გავგიჟდი მართლა რას ვთქვი და აი ეს შარვალი, რომელიც არის ტყავის, კრემისფერი და მე მგონი კარგად მოქვს. უბრალოდ არასდროს არ მქონია ტყავის შარვალი და არ ვიცი რამდენად კომფორტულია, თუ ცხელია და არ არის კომფორტული. მოკლედ ვფიქრობ, არა და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ თან ძალიან ლამაზი ფერია და თან ძალიან კარგი მოდელია. ეს შარვალი, რომელიც არის mom's fit სტილი, ძალიან მიყვარს ეს სტილი და ვფიქრობ, რომ თან მიხდება, მე მგონი. და არ ვიცი, ეს ცოტა რაღაცნაირი ცისფერია ეს შარვალი და არ ვიცი, ავიღო თუ არა. შეგვიძლია ზარადან გავიდეთ და გავაგრძელოთ გზა. რაღაცები ვიყიდე და ბოლოს ყველაფერს დაგათვალიერებინებთ სახლში. ვგიჟდები აი ამ ფერზე, აი ამ ღია იასამნის ფერზე და თურმე Stradivarius-ში ძალიან მოდაშია ეს ფერი. და ვფიქრობ, რომ ეხა ეს პიჯაკი მოვიზამო. ძალიან მინდა ჯინსის ყიდვა და იმედი მქონდა, რომ Stradivarius-ში ვნახავდი, მაგრამ საერთოდ არაფერი არ მომეწონა, საერთოდ. იმედია მანგოში მაინც იქნება. ეხლა ვარ Stradivarius-ის გასახდელში და შემოვიტანე რაღაცეები, მათ შორის აი ეს ფეხსაცმელი. რომელიც არის იდეაში 36 ზომა, მაგრამ ძალიან დიდიც არ მაქვს. ასეთი army girl-ის სტილზე ვარ ეხლა.
არ ვიცი, ვიყიდო ეს ფეხსაცმელები, თან მომწონს. თან მე მგონი ყველას მოსწონს და ყველა იყიდის. არ ვიცი. ძალიან საყვარლებია. გასახდელებზე მაქვს ესეთი ალერგია, იმიტომ რომ გასახდელში როგორც ისეთ არის სულ მტვერი და ვერ ვიტან. სულ ეს მემართება, სულ აცამინებ და ყველას გონია რომ კორონა ვაკო. იმის გამო რომ ამ ჯინს აქვს აქტივები და არა ელბაში საკრავი, გონია რომ იქნება ძალიან არაკომფორტული გამოსაყენებელი. ამიტომ არ ვიცი, ვფიქრობ ამ ჯინსებს. ახლა დადგა ჩანთების მაღაზიის დროც. ეხლა ვიყავი Charles & Kate-ში ჩანთის ასარჩევად, მაგრამ მითხრეს რომ გადაღება არ შეიძლება და საერთოდ ვერ ხვდები რატო არ უნდა შეიძლებოდეს მაღაზიაში გადაღება, როცა მithumetes გამოდის იგივე უფასო რეკლამა, ხო? მე რო დავდებ და სხვას რომ მოეწონება ჩანთა და მოვა და იყიდის, მოკლედ. ეხლა წავიდეთ მანგოში, იმიტომ რომ მანგო ძალიან მიყვარს და ყოველთვის რაღაცას ვყიდულობ ხოლმე. და სხვა შორის ეხლა აღმოვაჩინა რომ ძალიან მეზარება თურმე მაღაზიაში სიარული და უკვე დავიღალე 3 მაღაზიის მერე. მე მგონი დავბერდი და არ ვიცი. კიდე სპორტულებს უყურებ და მიშველეთ ხალხო, იმდენი სპორტული მაქვს, რომ აღარ ვიცი სად წავიღო და აღარ მინდა რომ ვიყიდო, მაგრამ თან ისეთი ლამაზი ფერია, რომ თავს რის ვიკავებ. და სხვათა შორის ჩემი საყვარელი ჟაკეტი აქ მაქვს ნაყიდი, რომელზეც ხშირად მეკითხებით ხოლმე. და ეხა ფასდაკლებაც არის, ნახეთ 59 ღირს. ძალიან ლამაზი ფერია, ეხა კამერაში კიდე კარგად არჩევს და ქსოვილიც არის ძალიან მაგარი. ამიტომ ვისაც გინდათ ამის ყიდვა, მანგოში გელოდებათ. ეს რა არის, ანუ საშინლად გრიხავს ფეხს, აი ეს გვერდზე ჩაკერვა. მანგოს საშინელი ჯინსის შემდეგ შევიდეთ H&M-ში და ვნახოთ რატო არის ხოლმე ამ ხელა რიგი ყოველთვის. ძალიან საყვარელი ფერის ქურცუკია, ვიდეოში ჩანს ბევრად უფრო ღია. რეალურად არის უფრო ღია ფოსფორისფერი მწვანე, სალათისფერი და ვისაც გინდათ ესეთი ქურთუკი, იცოდეთ რომ H&M-ში შეგიძლიათ შეიძინოთ, ძალიან ლამაზია. ნახეთ რა საშინელია მინდია გარეთ, თან თოვს, თან წვიმს და მოკლედ ძალიან ცუდია მინდია. მე კიდე ახლა H&M-ის ბავშვობის განყოფილებაში უნდა ავიდე, რომ იქნებ რამე მომეწონოს ნიტიკოსთვის მაინც, იმიტომ რომ ჩემთვის არაფერი არ მომეწონა H&M-ში. გრძნობრო უკვე ძალიან დავიღალე, იმიტომ რომ აბსოლუტურად გადაჩვეული ვარ მაღაზიებში სიარულს და თვალიერებას, მაგრამ ჯერ არ ვნებდები, იმიტომ რომ კიდე მინდა რაღაცაების ყიდვა. ანუ მე როგორ გამიმართლა წეღან, წარმოიდგინეთ ზარასთან ამ ხელარიგია და მე წეღან შევედი ურიგოთ. კიდე კაი ცოტა ადრე მოვედი. წავიდეთ მინისოში, იმიტომ რომ მინდა რაიმე საყვარელი ჭიქა ვიყიდო, რადგან ძალიან მოუყელი წყლის მას და იქნებ დამეხმაროს. იმდენი საყვარელი რაღაცაა, ცოტა ამიჭრელდა თვალები და შევეცდები რომ ავარჩიო რამე. აი, დაახლოებით ასეთი სტილის ჭიქა მინდა რომ ვიყიდო. ძალიან საყვარელი ვიზუალით არის წარმოდგენილი მოკლედ ეს თერმოჭიქა. აქ ეს დათუნიები. და მე როგორც მინდა იმაში დიდი არჩევანი არა, მაგრამ ალბათ აი ამას ავიღებ. გამარჯობა. რა საყვარელია. მინდა რომ ეს ბურთლები შევჭამო. არ შემიძლია მოლში მოვიდე და იუსკში არ შევიჭყიდე და რაიმე საინტერესო არ მოვძებნო ხოლმე. სურნელოვანი სანთლები ვისაც გიყვართ, მინდა გასწავლოთ ახლა ერთი ადგილი. მაღაზია მატავანი, აი აქ არის ისეთი სურნელოვანი სანთლები, აი რომლებსაც
ვერც წარმოვიდგენდი. თან ძალიან დიდებია, ძალიან კარგ ფასად და თან აქვს ძალიან განსხვავებული არომატები. არის ხილის, ციტრუსების, ყვავილების და ასე შემდეგ ძალიან ბევრნაირი. ასე რომ შემოასიეთ გოგოებო. და კიდე აქ აქვთ ძალიან ორიგინალური ჭიქები. ნახეთ, რაღაცა ზაფხულური ფერებია და კოქტეილის ინსპირაცია. ბავშვების ჭურჭელშიც არის არჩევანი, ნახეთ. გიგონება რომ წყალი ასხია და რაღაცა ესეთი საყვარელი ჭიქები, თეფშები. თან ეს თეფშები არის დამზადებული ბამბუკისგან, როგორც წავიკითხე და ამიტომ არ არის საშიში რომ გადმოაგდოს ბავშვმა და მე მგონი ნიტის ძალიან მოეწონება. ამდენ ჩაცმაში თმები ძალიან გამეწეწა. მაგრამ ეხლა უნდა წავიდე მე ამაში, იმიტომ რომ ყავაც გაგვითავდა სახლში და მოიმარაგო. თან მე მგონი აქცია აქვს და ვნახოთ. I guess you're back. Are you gonna tell me where you went? All the messages I sent with no. სანამ ყავას ყიდულობდი, მე მგონი დავინახე ჩემი მამი და შვილი აქ. ან ვიღაცა ძალიან გავდა ანის და ეხლა უნდა დაურეკო და დავადგე. ანუ მანქანებიც რო ახლოს გავაჩერე. მიესალმე ჩემს გამომწერებს. ხოდა შორის მოიწერეთ ნინის არხი. კი და ხოდა შორის ვიღაცებს გონი ვარ ხოლმე შენ და ერევა ხალხს მოკლედ ნინი და ანა ერთმანეთში. ესეთი სპონტანური შეხვედრა იყო დღეს, ძალიან სპონტანური დღე იყო, იმიტომ რომ საერთოდ არ ვაპირებდი აქ გამოსვლას და შემთხვევით გამოვიდა და შენ შემთხვევით დაგინახე. ხან მანქანების შემთხვევის თუ შეგხვდებია. მანქანები ერთად როგორ გავაჩერეთ? არ ვიცი. გამოვედი მოლიდან და დამხვდა თბილისი გადათეთრებული, აი აბსოლუტურად არათბილისური ამინდი გვაქვს დღეს და არ მჯერა ცოტა რომ თბილისში ხდება მართლა ეს ყველაფერი. ხოდა შორის ისე მომშვიდა რომ აი ამ ბეზეს ვჭამ ეხა გზაში. ძალიან დავიღალე და მე მგონი იმიტომ რომ აბსოლუტურად გადაჩვეული ვარ მაღაზიებში სიარულს. ადრე ძალიან ხშირად დავდიოდი შოპინგზე, მართლა ყველა მაღაზიაში ვიცოდი ხოლმე სად რა იყიდებოდა და ეხა საერთოდ აღარ მქონდა მაგის მუღამი რომ ყველგან შევსულიყავი და დამეთვალიერებინა ყველაფერი. თან ბევრი რაღაც არც მოვიზომე, დამეზარა და ბევრ მაღაზიაში არც შევედი, მაგალითად ბერშკაში არ შევედი თავიდან და მე უკვე როცა გადაწყვეტა რომ შევსულიყავი, ძალიან დიდი რიგი იყო. ამიტომ მივდივარ სახლში, მე მგონი კმაყოფილი ვარ, მაინც რაც ვიშოპინგე და ერთად დავათვალიეროთ სახლში, როცა მივალ. აი მეც მოვედი სახლში, როგორც იქნა, ძალიან გრძელი საცობების შემდეგ, იმიტომ რომ როგორც უკვე გაჩვენეთ, მოთავა თბილისში და ძალიან ცუდი მოძრაობა, კიდე ეს გვინდოდა ჩვენ, არ ვიცი. მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურება თბილისი და გამახსენდა ჩემი ბავშვობა, როცა მოდიოდა ხოლმე ესეთ დიდი თოვლი და გარეთ ვერთობოდით, გაკვეთილებზე ვაგვიანებდით და ასე შემდეგ. მოკლედ რაღაც ნოსტალგია შემომაწვა. მოდით ახლა ერთად დავათვალიეროთ, რა ვიყიდეთ დღეს შოპინგზე და შემდეგ კომენტარებში შეაფასეთ რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ და მოკლედ დამიწერეთ თქვენი აზრი, ძალიან მაინტერესებს მართლა მთელი გულით. მოდით პირველი ვნახოთ თუ რა ვუყიდე ნიტას. ესე იგი, H&M-ში ვიყიდე ნიტასთვის რაღაცეები, მაგრამ სამწუხაროდ არ გადამაღებინეს კარგად კამერით, იმიტომ რომ H&M-შიც და კიდევ სხვა რამოდენიმე მაღაზიაში მითხრეს, რომ გადაღება არ შეიძლებაო, რაც ძალიან საწყენია, იმიტომ რომ რავი, რატო არ უნდა შეიძლებოდეს მაღაზიის გადაღება არ მესმის, თუ იმეს გესმით, ეგეს დამიწერეთ, მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ რეალურად მართლა ასე ვთქვათ, რეკლამაა აუფასო, იმიტომ რომ მე რო დავდებ შემდეგ ამ ვიდეოს, ხო, თქვაც თქვენ ნახავთ რაღაც მოგეწონებათ, მე თქვენც მიხვალთ იყიდით და ასე შემდეგ, ანუ არ მესმის. კარგით, დავივიწყოთ ეს ყველაფერი. გაჩვენებთ ნიტის როგორი შარვალები ვუყიდე, იმიტომ რომ ყველა შარვალი ერთიანად დაუმოკლდა, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა სიმაღლეში. ეს არის მუქი ლურჯი შარვალი. პეპლებით და 20 ლარი აწერია, მაგრამ როცა გამიტარეს 9 ლარი ამოაგდო, ასე ვთქვათ, კომპიუტერმა, ესე იგი ახალი ფასდაკლებაა ამ შარვალზე. ბრჭყვიალა და ბზინვარე ელასტიკი, ეხა კამერაში ჩანს, რომ ძალიან ბზინვარია, მაგრამ რეალურად ეგრე არაა.
თან ვარდისფერი ბზინვარე ელემენტები აქვს რეალურად და კამერაში მგონი ვერცხლისფერი ჩანს. ძალიან საყვარელი კოპლებიანი ელასტიკი. ეს არის ოდნავ უფრო თბილი ვერსია ვიდრე ლურჯი. შარვალი ისევ რომელსაც ახატია პონი და ეს პონიც არის ბზინვარე და ბრჭყვიალა და ძალიან ლამაზია. მოკლედ ეს და ეს რომ ვიყიდე, ეს ორი ნივთი, ეს მესამე მაჩუქეს და ესეც ფასდაკლებით ვიყიდე. ამ ყველაფერში ერთად გადავიხადე 58 ლარი. შემდეგი საჩუქარი ნიტისთვის ეს არის ჭურჭლის ნაკრები ბავშვისთვის, რომელიც არის დამზადებული ბამბუკისგან და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. ღირდა 29 და 95, ანუ 30 ლარი და ეს ვიყიდე მატალანში. არ ვიცი ზუსტად როგორი იქნება, მაგრამ ესე ხელში ძალიან მომწონს ხარისხი და რაც მთავარია არის ეკოლოგიურად სუფთა. ნიტის ეხა გონია თავისთავი რომ არის ძალიან დიდი და სუფრასთან ჯდება სკამზე და უნდა რომ თავისი თებში ესეთი ჩვენაერი დიდური თებში კონდეს და ჭიქა და ასე შემდეგ. ამიტომ ვიყიდე ეს და არ ვიცი ზუსტად მე მგონია რომ ადვილად არ უნდა გადხდეს წესით. მქონია ასეთი ჭურჭელი და ზუსტად ვერ გეტყვით და ვნახოთ პრაქტიკაში როგორ გამოგვადგება. გადავიდეთ შემდეგ ნივთზე და როგორც იცით, ვეძებდი აი ესეთ ჭიქას, რომელსაც ექნებოდა თავისი საწრუპი, იმისათვის რომ წყალი დავლიო ხოლმე ცოტა უფრო ხშირად, იმიტომ რომ ძალიან მომკელი წყალს და ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს. ამიტომ მინისოში შევიძინე ეს ჭიქა, რომელიც ღირდა 13 ლარი, 12 და 95. და ნუ ნორმალურია რა, აწერია I like you more than შემოდაბოლო მე. გადავიდეთ უფრო საინტერესოზე და მოკლედ საბოლოოდ სტრადივარიუსში გადავწყვიტე რომ მეყიდა ეს ბათინკები. სიმართლე გითხრათ ცუდი არ არის და პირველ რიგში უფრო იმიტომ გადავწყვიტე რომ მეყიდა რომ არ მაქვს დიდი. როგორც გითხარით, ფეხის ზომა მაქვს 35 და ძალიან მიჭირს ხოლმე აქ საქართველოში მოლებში. ფეხსაცმლის ყიდვა და ძალიან ხშირად ვიწერ ამის გამო, მაგრამ ეს იდეაში 36-ია, მაგრამ კარგად მაქვს. ამიტომ მე მგონი ძალიან კარგი შენაძენი გავაკეთე. მედია რომ ბევრ რამეს შევუხამებ და კარგად გამოვიყენებ. ასევე რაც მინდა გითხრათ ამ ფეხსაცმელზე, ვიზუალურად შეიძლება იფიქროთ რომ არის უხეში და მძიმე, მაგრამ არც ისეთი მძიმეა და უხეში საერთოდ არაა. ასე რომ თუ მოგწონთ, შეგიძლიათ სტრადივარიუსში შეიძინოთ, სანამ არის ზომები და აქვე გეტყვით მის ფასს, გადავიხადე 159 ლარი. შემდეგი არის შარვალი, რომელიც ვიყიდე ზარაში და კიდე კარგი ვიყიდე, იმიტომ რომ სხვაგან არსად არ მომეწონა შარვალი, ან მომეწონა და რო ჩავით ისეთი საშინელობა იყო, რომ ნეტა არ ჩამეცვა. და კიდე კაი ვიყიდე, მოკლედ ეს შარვალი ძალიან მომწონს, ფერი არის იდეალური, კრემის ფერი და ასე რომ ბათინკებს ძალიან მოუხდება და წელში აქვს აი ესეთი ჩახვეული წელი, არ ვიცი როგორ ქვია ამ სტილს. და ზარაში ამ შარვლის ფასი იყო 119 ლარი. მოკლედ ამ ნივთზე არ იყო ფასდაკლება და პირდაპირ შევიძინე და ძალიან მიხარია რომ ვიპოვე, იმიტომ რომ ახალი შარვალი მექნება. შემდეგი ნივთი, ვიცი რომ არ გაგიკვირდებათ და ალბათ თქვენც მოგეწონათ და ნამდვილად ეგ არის ვიყიდე ის მოსაცმელი, რომელიც ახლა არის ძალიან ტრენდული, ესეთი კლეჩატი, ბრჭყალებში კლეჩატი სტილი, თუმცა ლაშას ძალიან არ უყვარს ეს სტილი, მაგრამ მე მომწონს და მე მგონი ეს მოეწონება, ვნახოთ სახში რომ რას მეტყვის, მაგრამ მე მგონი მოეწონება, იმიტომ რომ ფერები არის ძალიან ლამაზი და ერთმანეთს ძალიან უხდება და მე მგონი ჩემს გარდირობასაც ძალიან მოუხდება. 170 ლარი ღირდა მანამდე და მე ვიყიდე 130 ლარად. ძალიან მომწონს, ძალიან ჩემია. ახლა გაჩვენებთ ბოლო ნივთს, რაც შევიძინე ჩემთვის. ეს არის ეს მოსაცმელი, რომელიც ზარაში შემთხვევით აღმოვაჩინე და იყო ფასდაკლებით, არის 65 ლარი მისი ღირებულება ფასდაკლებით და 130 ღირდა. ეს არის ასეთი მოსაცმელი, რომელიც ასევე კრემის ფერშია და უკან აქვს რეზინი გამოყვანილი და წინ ღილები. წარმოიდგინეთ, რომ ვიყიდე M, იმიტომ რომ S იყო რაღაცნაირად
არ ვიცი რაღაცნაირად ოდნავ შებოჭილად გრძნობდი თავს არა და ყველგან ყოველთვის ეს ვიცვამ ხოლმე და ესეც არის ესი მაგალითად. ესე კარგად არ ჩანს რა თქმა უნდა და ამიტომ ახლა ამ ყველაფერს ჩავიცვამ და ისე გაჩვენებთ. There will always be a place for you by my side, day or night. You know that it's killing me. Why do you always leave? It's not right. We don't fight, but I know what you've been through. მეგობრებო, სულ ეს იყო ჩემი დღევანდელი ვლოგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და ისიამოვნეთ. აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი და ჩაერთეთ ზარისხი ლайკიც. ასევე გამომყევით Instagram-ზე, სადაც მაქვს უფრო ახლო ურთიერთობა ჩემს გამომწერებთან, ასე რომ გელოდებით ჩემს Instagram-ზეც. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. ნახვამდის.